სასურველი სამხედრო სამსახურისგან ახალგაზრდა. კი ბატონო, მე ანუ გაუქმდეს სავალდებულო. კონსტიტუციური ვიყო ხოლმე ასე თემებზე, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ეს არის ის ნაკლოვანი მხარე ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურის, რომელიც შეიქმნა პოსტკომუნისტურ რეჟიმში შევარდნაძის დამპალი და მე სააკაშვილის უდამპალესი რეჟიმის დროს ეს სისტემა მაშინ შეიქმნა და ხელი არ გაანძრიეს ამ ხალხმა და შესაბამისად დღეს ძალიან კარგ პოპულისტურ თემას ისახნიან, მაგრამ თემას ვეთანხმები. იცით რა არის? შევარდნაძის დროს ის ხალხი იქ რომ ზის ალბათ საბავშვობაში. არა, ხალხი რა შუაშია კაცო ამ ხალხს. კანონზე გეუბნებით რაც წერია. ანუ ეხლა რომ კანონებზე ედავებიან, ხო, სამწუხაროდ კანონში ეს ხალხი ჩემი ოპონენტები მართლები არიან. იმიტომ რომ სააკაშვილის რეჟიმმა რაც ყველა ეს საშინელება გააკეთა, კანონები ისე დაწერა, რომ მე ამათ ემოქმედათ. ჩვენ თუ ერთი წუთი რა, ეხლა ყველა მილაპარაკა, სულ მინდა 2 წუთი. თუ ჩვენ არ შევცვალეთ კანონი შეიქმნება მსგავსი ტიპის ანტიმართლმადიდებლური ორგანიზაცია. ანტიმართლმადიდებლური ორგანიზაცია ეს და მთლიანად ეს პარტიაც რა თქმა უნდა თავის ქმედებებით, თავის მარიხუანა და უმცირესობების დაცვით არის ეს, მაგრამ თემა ანტიმართლმადიდებლურია. რა თქმა უნდა, ერთი წუთი, მაგრამ თემა ამ შემთხვევაში არის სწორი. დარტყმა ამ წუთში არის სწორი და თუ ხელისუფლებამ არ შეცვალა ეს პარტია სამწუხაროდ ძალიან ბევრი მას მიიღებს. ეს არის ყველაფერი გაკეთებული წინა ხელისუფლების დროს, კანონი დაწერილი არის. აი ხა დამალაპარაკეთ, აბა, მიეცით უფლება. შეიძლება პასუხო. იმიტომ თქვენ არასწორად ესაუბრებით ამ ხალხს. მართლა პრობლემა არის ჯარში. და რაღაცას ისახნით. აი ხა ვისაუბრეთ მე უბრალოდ ერთი რაღაცის თქმა მინდა, მე არ მგონია ზოგადად რომ ანტიმართლმადიდებლური ეშმაკისეული რაღაცა იყოს მთლიანად პარტია ან რამე ორგანიზაცია. კონკრეტული ადამიანები ყველგან არიან ასეთების და ისეთების. მე მაგალითად მახსოვს რომ ამას წინათ ციანიდის საქმეზე ვიყავი მოსული აქ და იქ არც ერთი გირჩის წევრი არ იყო გარეული. იმ ყველაზე წმინდა ადგილას როგორცაც მიიჩნევს საქართველოს ხალხი მოხდა ისეთი სკანდალი რომელსაც ქრისტიანული არ შეიძლება ვუწოდოთ. აქედან გამომდინარე, მე სანამ მე მეტყვით საყვედურს, რომ გირჩი არის ასეთი და ისეთი ორგანიზაცია, მოდი ყველამ დავფიქრდეთ, რომ იქნებ ორგანიზაცია, არაფერ შუაში არ არის, ადამიანების კონკრეტული ქმედებები ან ასეთია, ან ისეთია. და მოდი ჩამოვთვალოთ. ეს კონკრეტული ქმედება, რომელიც ჩაიდინა იაგო ხუჩიამ, არის ასეთი. ზურაბ ჯაფარიძემ ასეთი. ორგანიზაციის დემონიზება, გამოცხადება არ გამოვა და არ გაწყობთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ ორგანიზაციულ პრობლემებზე წავალთ და შეცდომები ან გადაცდომები, რომელსაც ვიტყვით, აღმოვაჩენთ. იქნება საფუძველი, რომ ორგანიზაციას რაღაცა ეშმაკებულად გამოაცხადოთ, დამიჯერეთ, რომ გირჩი არ იქნება პირველი ორგანიზაცია, რომელიც ყველაზე სოფლიო ამორგანიზაცია. ერთი წუთი მე ორგანიზაცია არ შევაწყვეტინე, სპეციალურად შევაწყვეტინე. არ მივდო მეხსენებინა, სწორედ ციანიდის საქმეც. იმ პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილია, რომელშიც ახლა გაგრძელდება. თემაში ახლა ვერ ჩავეტევით ჩვენ. ეს არის სპექტაკლი. არა, კარგი, ციანიდის თემაზე მე გეპატიჟები ამ თქვენი პატრონები და დამფინანსებლები არიან. ვინ არის ეს ხალხი? ვინ არის ეს ხალხი? ახლა აი ამ გადაცემისთვის ამას არა, ვინ არის ჩემი დამფინანსებელი, რომელიც გარეულია ციანიდის საქმეში მითხარით. ვინ არის გარეული? ახლა ჩვენ ქონა დებატები იცავით ჰომოსექსუალების უფლებებს, ხომ სწორია? რა შუაშია ეს ამასთან? ამიხსენით კაცო ადამიანს რა, ჩვენ ვიცავთ ყველას ჩვენ ვიცავ თავისუფლებას და ვიცავ ნებისმიერი ადამიანის მარიხუანა ჰომოსექსუალები და ეხლა ეს თემა. პროსტა ამ თემაში ეხლა სწორ ადგილას გაარჩეთ. ჩვენ ადამიანები პრობლემა მართლა არსებობს. პრობლემა მოაგოროს ჩვენმა ხელისუფლებამ მე დაუდგები გვერდში კომისიის წევრ 2003 წლიდან. გვითხოვ პროფესიონალ არმიას. თინა ჩაგვერთვება ცოტა ხანში პირდაპირ ეთერში. მანამდე ბატონო პაატა გისმენთ და ბატონი გიორგი შემოვა. ბატონმა გიორგიმაც ბრძანა აქ აი ამ თავდაცვასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მიმაჩნია რომ იქ ახლა დღეს ჯარში თქვა იქ მონური